1990 წლის 10 ივნისი, დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცე, 5300 მეტრის სიმაღლე. ეს არის ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი შემთხვევა, როდესაც პილოტმა ფრენის დროს კაბინა დატოვა, მაგრამ ეკიპაჟის გმირობის წყალობით ცოცხალი გადარჩა. რეისი B5390 ბირმინგემიდან მალაგისკენ მიფრინავდა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, თვითმფრინავს, Back 111, კი გამოცდილი კაპიტანი ტიმ ლანკასტერი და მეორე პილოტი ალისტერ ატჩისონი მართავდნენ. ფრენის დაწყებიდან 13 წუთის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი 17-300 ფუტის, დაახლოებით 5 მარტი კმ სიმაღლეზე ავიდა და ავტოპილოტზე დადგა, პილოტებმა უსაფრთხოების ხვედები მოიხსნეს. ამ დროს კაბინაში ბორტგამცილებელი, ნაიჯელ ოგდენი შევიდა, რათა პილოტებისთვის ჩაი შეეთავაზებინა. მოულოდნელად გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. კაპიტნის მხარეს მდებარე საქარე მინა, რომელიც არასწორი ზომის ჭანჭიკებით იყო დამაგრებული, ძნევის სხვაობამ გარეთ გაიტანა. წარმოქმნილმა დეკომპრესიამ, ჰაერის მომენტალურმა გადინებამ, კაპიტანი ტიმ ლანკასტერი სავარძლიდან ამოაგდო და ფანჯრიდან გარეთ გაიტაცა. ლანკასტერის სხეულის ზედა ნაწილი თვითმფრინავის გარეთ აღმოჩნდა, ხოლო ფეხები შიგნით შტურვალსა და მართვის პანელს შორის გაიჭედა. ბორტგამცილებელმა ნაიჯელ ოგდენმა წამიერი რეაქცია გამოავლინა, ის მივარდა ფანჯარას და კაპიტანს ფეხებში ჩაეჭიდა, სანამ ის საბოლოოდ გაფრინდებოდა. სიტუაცია კატასტროფული იყო. თვითმფრინავი 600 კმ სიჩქარით მიფრინავდა, 17 წყინვაში. კაპიტანი ფიუზელაჟის გარეთ იყო, ქარი მას თვითმფრინავის კორპუსს ახეთქებდა. მისი თავი სისხლიანი იყო, თვალები ღია და გაშტერებული. ეკიპაჟს ეგონა, რომ ის უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მისი გაშვება არ შეიძლებოდა, რადგან სხეული შეიძლება ძრავში შევარდნოდა, რაც თვითმფრინავის აფეთქებას გამოიწვევდა. მეორე პილოტი, ალისტერ ატჩისონი, მარტო ცდილობდა თვითმფრინავის დამორჩილებას. ქარმა კაბინის კარი შეანგრია, ნარჩენები და ქაღალდები ჰაერში ტრიალებდა, ხმაურის გამო რაციით საუბარი თითქმის შეუძლებელი იყო. ნაიჯელ ოგდენს ძალა ელეოდა, მას ხელი ეყინებოდა და მხარი ამოუვარდა. მის დასახმარებლად კიდევ ორი ბორტგამცილებელი, ჯონ ჰევარდი და საიმონ როჯერსი მივიდნენ. ისინი ერთმანეთს ჩაებდნენ და ლანკასტერის ფეხები სავარძელზე მიაბეს. ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა კაპიტნის სახე ფანჯრის მიღმა და თქვა: ის მკვდარია, თვალები არ უხამხამებს. 22 წუთიანი კოშმარის შემდეგ ატჩისონმა მოახერხა თვითმფრინავი საუთჰემპტონის აეროპორტში უსაფრთხოდ დაესვა. როდესაც მაშველები კაბინაში ავიდნენ და კაპიტანი ფანჯრიდან შემოიყვანეს, ყველას გასაოცრად, ტიმ ლანკასტერი ცოცხალი აღმოჩნდა. მას ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა, ძლიერი მოყინვა და შოკი, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ მიუღია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტექნიკოსმა, რომელმაც ფანჯარა შეცვალა, გამოიყენა ჭანჭიკები, რომლებიც საჭიროზე სულ რაღაც 0.6 მილიმეტრით ვიწრო იყო. ტიმ ლანკასტერი სრულად გამოჯანმრთელდა და 5 თვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პილოტის საქმიანობას. ნაიჯელ ოგდენმა, რომელმაც კაპიტანი ხელით დაიჭირა, ხრის ტრავმა მიიღო და მოგვიანებით ავიაციიდან წავიდა, თუმცა ის მუდამ დარჩა გმირად, რომელმაც კაპიტნის სიცოცხლე გადაარჩინა.